წადია უკვე წნორში ტარდება სოფლიოსარეიტინგო ორთაბრძოლები. ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დამსახურება არის. მადლობა სიღნაღის მუნიციპალიტეტს. ჩვენ ერთად ბევრს შევძლევთ და ბევრს მივაღწევთ. ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში არიან. შარშან თუ ვატარებდით მარტო პროფესიონალურ კრივს, უკვე წამოვიდა მომავალი თაობა, რომელიც არის 15-16 წლის ბიჭები. ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, ვარსკვლავები, ძალიან მაგარი ბიჭები, ტოლს არავის არ უდებენ არაფერში და რა ვიცი, იმათი იმედი მაქვს, გახსნიან შოუს ისინი. რა თქმა უნდა, სამოყვარულო კრივით დავიწყებ და მერე შემდეგ გადავალთ პროფესიონალურ კრივის შეჯიბრებზე. მზადება მიდის ძალიან კარგად, მეც და ჩემი გუნდის თავს არ უზოგავთ იმისთვის, რომ ეს ივენთი ყველაზე კარგი ივენთი გამოვიდეს, მით უმეტეს რომ ჩემს კუთხეშია. ამ ივენთით დამბრძოლით უკვე კამარს ვიცავ და უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაგისრია ვიდრე პირველ ჯგუფზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს კამარი ისევ ჩემთან დარჩეს, ჩემი ხალხი ისევ გავახარო და ჩემმა გუნდმა ჩემით იამაყოს. Canti, 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 canti. Vedi, τώρα. Ενεργიული მუშაობა, ენერგიული. Давай, snap. სამოყვარულო კრივში 3 მებრძოლი იბრძოლებს, მერე შემდეგ პროფესიონალურ კრივში ჩვენი კლუბიდან 4 მებრძოლი იბრძოლებს, სულ 7 მებრძოლი იბრძოლებს ამ შეჯიბრზე და რა ვიცი, 7-ვედან ყველი უმაღლეს შედეგს. რაც შეეხება ყველაზე საინტერესო არის ჩემი მოსწავლის ვაკო საჩეჩელაშვილის ჩართვა, რომელიც ფინეთში ავარჯიშებს, უკვე საკმაოდ მაგარი გუნდი ყავს ფინეთში და ეხლა ამ შეჯიბრისთვის 20-ში ჩამოდის, ხოლო ერთ კვირას გაივლის ჩვენთან, ჩვენ კლუბში მომზადებას და რა ვიცი, ოპტიმალურ ფორმაში არის და ძალიან დიდი მედებს ვამყარებ ვაკოზე, როგორც ამ შეჯიბრზე, შემდეგ სამომავლოდ. ვაკო, გამარჯობა. არის საბრძოლო განწყობა? კი, საბრძოლო განწყობა სულ არის, შევარდია. ვარჯიშები როგორ მიდის? ყოველდღე ვარჯიშობ ხა. ამ წნორის შეჯიბრისთვის, არც ერთი არ ჩამივიდია. შემართებით ვარ და წნორის შეჯიბრზე ნოკაუტს მივიდებით. ვიცი რომ შენი გულშემატკივრები მოდიან ფინეთიდან და არა მარტო ფინეთიდან, ვიცი რომ შენი მოსწავლე მოდის ამერიკიდან. წნორში შენ საგულშემატკივროდ. ამდენი გულშემატკივრები რომ მოდიან და საქმეთესობა ცნობი არის, უფრო პასუხისმგებლობით და ყველაფერი კარგად იქნება რა და ვარჯიში კარგად ვარჯიშობ, კარგად ვემზადები და გამოჩნდება იქიდან ჩემი შეჯიბრზე. Τώρα, προσπαθили να κάνει. Μόματε. Άμα αφήσαμε, Κέμπι, στάπη μουσάωτα. Άουι στο πλάτ. Κέμπι. Άουι στο πλάτ. რაც შეეხება გელას, გელა ერთ-ერთი შრომის მოყვარე ბიჭი არის. მოყოლებული სამოყვარულო კრივიდან, ყოველთვის საქართველოს ჩემპიონატებზე სათანადო ადგილს იკავებდა, სამეულიდან არასდროს გამოსულა პროფესიონალურ კრივში, რაც შეეხება
ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს ჩატარებული, შარშან ჩვენ უკვე ვნახეთ, ხამარი მოიპოვა და შეეცდება რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხამარი ისევ წნორში დარჩეს და შემდეგ მარტო ამ ხამრისთვის არ ვებძვით. ეს ხამარი იქნება მისთვის უკვე დატოვილი ხამარი, შემდეგ мотивация სამომავლო სოფლიო ხამრებისთვის და რა ვიცი, ვცდილობთ ყოველთვის წინ და წინ ვიაროთ. კარგად მყავს შეფასებული ჩემი მოწინააღმდეგე, ვიცი რომ კარგი მებრძოლია, გამოცდილი ბიჭია და მისგანაც თავს დაუზოგავ ბრძოლას ველი, როგორც ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებ მე ჩემსას და დანარჩენი უფრისწყალობით ყველაფერი კარგად იქნება ჯერა. ეს ჩემთვის ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა პირველ ბრძოლასთან შედარებით. და რა ვიცი, ცოტა ნერვიულობაც, ცოტა დაძაბულობაც, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებ, რა თქმა უნდა და მაქსიმალურად ჩავერთვები ბრძოლაში იმისთვის, რომ ეს კამარი ისევ დავიცვა, ისევ ჩემს წელზე ვნახო ეს კამარი და ისევ ჩემ გუნდს დავუტოვო. უკვე მესამე წელიწადი არის სოფლიო რეიტინგში, რომ შეხვალ უკვე ივენთი ტარდება წნორში. ეს არის, რა ვიცი, უკვე ყველაფერზე მოქმედებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ჩვენ პატარები რო ვიყავით, მე თვითონ გვიჭირდა უბრალოდ რაიონიდან გასვლა. ეხლა უკვე სოფლიოს რამოდენიმე კუთხიდან მოდიან წნორში და იქ იბრძვიან. ეს უკვე მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი სტიმული არის და მომავალი თაობა ინტერესდება. თუ დადიოდა კრივზე შარშანდელ შეჯიბრამდე 20 ბავშვი გახდა 40 და 50 ბავშვი და წელს უკვე დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი ხალხი შემოემატება. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ინაშვილი, 28 სექტემბერს ჩხუბობ წნორის პარკში. კარგი მზადება მაქვს გავლილი, არავითარი ტრამვა არ მაქვს. და ჩემი მომზადების ხარჯზე ვაპირებ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით ამით წინ და წინ უფრო და უფრო დიდი კამრებისთვის ვიბრძვით. პირველ რიგში ეს კამარი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის კამარია, ჩემი ქვეყნის კამარს ვიცავ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა საზღვარგარეთაც გვექნება სხვა კამრებზე გასვლები და აუცილებლად შევეცდები, რომ იქაც ჩემს გუნდს, ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს წარმატება მოუტანა.